კიდევ ერთი სტუმარი უნდა კი, აუცილებლად, მოკლედ, როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტის ნეგატიური გავლენისგან, სოციალური ქსელები, სხვა პლატფორმები, რომლებიც ზოგჯერ სრულიად უმართავია ხოლმე ჩვენთვის, მთავარი თავსატეხი, მთავარი გამოწვევა ხოლმე მშობლებისთვის, არსებობს თუ არა რაიმე ინსტრუქტაჟი, რეკომენდაციები, როგორ შევზღუდოთ წვდომა ჩვენს შვილებს, არასასურველი საიტების მისამართით ინტერნეტის შეზღუდვების მეთოდებზე. ახლა შემოგვიერთდება ლაშა პატარაია, ლაშა გთხოვთ, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, თუმცა მთავარი სტუმარი დღეს არის 9 წლის ანა პატარაია, ლაშას შვილი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ ისწავლა მამისგან კიბერუსაფრთხოების შესახებ და ამ ცოდნას უკვე როგორც ვიცით, უზიარებს ხოლმე თანატოლებსაც. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად. მოდი პირდაპირ ანასგან დავიწყებ. საინტერესოა ახალგაზრდები, ახალი თაობა, როგორ ხედავს იმ საფრთხეებს, რომელიც დამეთანხმები ალბათ რომ არსებობს სხვა ონლაინ პლატფორმების მხრიდან. ანასთვის თავიდან. TikTok-ის საფრთხეებზე რომ მოყვე. აი, მაგალითად TikTok-ში, ან Instagram-ში არის მოკლე ვიდეოები, რომელიც არც თუ ისე კარგია ტვინისთვის, რადგან იმ მოკლე ვიდეოებში არის ბევრი რაღაცა, ხო? შეხვედრია ეგეთი ტიპის ვიდეოები. და შემდეგ ბევრი ინფორმაციას რომ იღებს ტვინი, მალე მე ტვინი უკვე ვეღარ იმახსოვრებს, ანუ მალე ხო. დიდი ინფორმაციას და მე კონცენტრაციის პრობლემებიც ჩნდება აქედან გამომდინარე. და შენ თუ შეხვედრია ისეთი ვიდეოები ინტერნეტში, რომელიც ცოტა არ მოგწონებია და შენთვის უსიამოვნო იყო. გააქვს საერთოდ რომელიმე პლატფორმა? პლატფორმა რა. როგორ? აი ინტერნეტში თუ გაქვს Instagram-ი ან TikTok-ი და თუ შეხვედრია ისეთი ვიდეო, რომელიც არ მოგწონებია. შეხვედრია. სამწუხაროდ, მიუხედავად სოციალური ქსელების დიდი მცდელობისა, ფილტრაცია ვერ ამართლებს, იმიტომ რომ მეორე მხარეც სწავლობს, ასე ვთქვათ, კონტენტის შენიღბვას და ძალიან რთულია რომ ვანდოთ თავიდან ბოლომდე სოციალური ქსელების, ასე ვთქვათ, ცენზურას, ჩვენი ბავშვების, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა. ქცევის მართვა ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი არის სოციალური ქსელების და ტექნოლოგიური კომპანიების იდეა ამის მიღმა არის მარკეტინგული ინტერესები, თუმცა საკმაოდ მძლავრი ინდუსტრია, რომელსაც გააჩნია ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტები და ტრიგერები იმისა, რომ ბავშვების, მათ შორის ისევე როგორც მოზარდების ქცევა წარმართოს და აქ ძალიან ბევრი საფრთხეა. ამასთანავე პრობლემა არის ის, რომ ბევრი აქტორია, რომელიც ამას ბოროტად იყენებს. ძალიან დიდი რისკი არის, უმეტყველად ამ ფილმის გაცნობა ვერ მოვასწარი, დაახლოებით ვიცი თემატიკა, მაგრამ აი ერთ-ერთი ტოპ საფრთხე შტატებში არის პედოფილიის რისკი და პრედატორების საკითხი, რომლებიც კარგად ნიღბავენ თავს და ამაზე გვაქვს ხოლმე ხშირი კომუნიკაცია, ერთგვარი ელჩია, ასე ვთქვათ, სკოლაში და თანატოლებში. აი ძალიან საინტერესოა კომუნიკაცია თქვენ შულთან და ამ თემაზე საუბარი. რა საკიდან დაიწყეთ და როგორ შეუსაბამეთ მის ასაკს ეს ინფორმაცია, რომ მისთვის გასაგები იყოს? მე პირადად გქონდა გარკვეული წნეხი, იმიტომ რომ როგორც კიბერუსაფრთხოების სფეროში აუმუშავე ადამიანს მომეთხოვება უფრო მეტი რამ. შესაბამისად, მეორე მხრივ როგორც მშობელს, ცოტა ასეთი სიმკაცრე არ გამომდის ხოლმე და მომიწია რაღაც ოქროს შუალედის პოვნა, იმიტომ რომ ერთი მხრივ კი ტექნოლოგია რა თქმა უნდა რაღაც საფრთხეებს გვიქმნის, მაგრამ ეს საფრთხეები მოდის კონკრეტული ბენეფიტების ფასად. ანუ მეორე მხარესაც არის ის სიკეთეები, რაც ბავშვებს აძლევს ძალიან ბევრ რამეს. მაგალითად, ეს არის ონლაინ განათლება, შეიძლება იყოს რაღაცა სოციალიზაცია ბავშვებში, რომელიც მხოლოდ კლასის ასე ვთქვათ, ფანჯრით ვერ შემოუფარგლავთ და ხშირად ჭირდებათ ხოლმე ეს აქტივობები. აძლევს შესაძლებლობას ვთქვათ, რომ გაატაროს გაჯეტებთან დრო და თუ გაქვს რაღაც გარკვეული, არ ვიცი, წესები, რომელსაც ითვალისწინებთ, რომელიც მოეთხოვება მას თავიდან რომ ჩავთეთ, ასე ვთქვათ, სოციალურ ქსელებში, ქსელებში ვერ ვიტყოდი, მხოლოდ YouTube-ზე ქონდა თავიდან დაშვება და ძალიან მიზერულად Instagram-ზე. თავიდან ბოლომდე აგვიზარდეთ თავშივე TikTok-ი. ეს რა ასაკში მოხდა, რომ დაგვირი კონკრეტულად? 5 წლის იყო, ხო? რა. რა აგვიზარდეთ TikTok-ი და ესეთი რაღაცები. ხო. და მიზეზებზეც რომ ველაპარაკოთ. ხო, ნუ TikTok-ის შემთხვევაში პირველ რიგში ანამრას თქვა, მართლაც ეს ძალიან დიდი პრობლემა არის, იმიტომ რომ მე ბავშვებს უჭირთ კონცენტრაცია, ამას აბრალებენ ADD-ის ეძახიან, ADHD-ის და სხვა
ფორმას აძლევენ ამას, მაგრამ რეალურად ეს არის ყურადღების დეფიციტი, რომელიც ვითარდება კონტენტის დახურდავებით, ანუ მცირე კონტენტის მიწოდებით. ეს იყო მთავარი мотиваცია. მეორე мотиваცია ის, რომ კონტენტის ფილტრები არ მუშაობს. ანუ იქ მაინც გადის ისეთი ტიპის ვიდეოები, რომელიც შევა პირდაპირ სახით არ არის ესე ვიზუალურად რო შეხედო აუდიოს გარეშე და ტექსტი არ გაანალიზო, არაფერი ბოროტი ამაში არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ისეთ ქცევას და ისეთ ინსპირაციებს განაპირობებს, რომელიც ნუ არ ვისურვებდი რომ ბავშვს ჰქონდეს. შესაბამისად, თავიდან ძალიან ხისტები ვიყავით, ცოტა უფრო ასე ვთქვათ, კონტროლი იყო, რასაც მოუწოდებ ყველა მშობელს პირველ ეტაპებზე, მანამ ბავშვი არ დავწმუნდებით, რომ აი თავისუფლად შეუძლია ნავიგაცია, ხო? ეს არის იგივე screen time-ი, ყველა მაგალითად Apple-ის მოწყობილობას გააჩნია ეს პროგრამული უზრუნველყოფა, საიდანაც შეგიძლიათ გააკონტროლოთ დრო, გააკონტროლოთ ეკრანთან დისტანცია, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გააკონტროლოთ აპლიკაციები და ის თუ ვის წერს და რა ტიპის keyword-ები შეიძლება იყოს. აი, ძალიან საინტერესო თემა არის. ძალიან მარტივი რაღაც არის. ჩემი აზრით ეს თემა განსაკუთრებით ინტერესებთ ახლა ჩვენს მაყურებლებს. აქედან გამომდინარე გირჩევთ, ჩვენ ახლა რეკლამაზე გავალთ და რეკლამის შემდეგ სწორედ ამ თემაზე განვაგრძელთ ფილტრაცია როგორ მოვა? რამდენიმე წუთში. აი დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და განვაგრძობთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე საუბარს, რაც შეეხება მოზარდებს და მათ და მშობლების წინაშე წარმოქმნილ ახალ საფრთხეებს კიბერუსაფრთხოების მხრივ. განვაგრძობთ საუბარი, ჩვენ ბოლოს საუბრობდით უკვე TikTok-ის და Roblox-ის შესახებ. ეს ორი პლატფორმა, როგორც მივხვდი, განსაკუთრებით მეტი საფრთხის შემცველია და ეს რომ გაგვიმართოთ, რა საფრთხეები აქვს ამ პლატფორმაზე. ნახეთ, სადაც არის კომუნიკაცია, პირებთან რომელსაც ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, ყველგან არის საფრთხე. ამაზე შევთანხმდით. ნამდვილად. შესაბამისად, ჩვენ ყველგან ჩვენ შვილებს ვერ შევყვებით განსაკუთრებით Roblox-ზე, TikTok-ზე, ერთად ყველაფერს ვერ დავსკროლავთ, ყველაფერს ვერ გავფილტრავთ. ამიტომ პირდაპირ ხისტი ტექნოლოგიური გადაჭრა ამის არ არსებობს და არც სწორი არ არის მათ შორის ფსიქოლოგიურად, იმიტომ რომ მოვახდენთ ნეგატიურ გავლენას ბავშვებზე. შესაბამისად, მთავარი ფაქტორი არის კომუნიკაცია. ანუ ბავშვს უნდა ვასწავლოთ ნავიგაცია. არა მარტო ბავშვს, არამედ იდებსაც. კიბერუსაფრთხოებაში ძალიან ბევრი ინციდენტი ხდება საქართველოში და ყოველთვის მაგას ვამბობთ, რომ ესე კონკრეტული რაღაც 100%-იანი დაცვის რჩევები და მექანიზმები არ არსებობს და შეგიყვანთ აბსოლუტურად ილუზორულ განცდებში. შესაბამისად, სწორი არის, რომ ჩვენ დავინტერესდეთ როგორც მშობლები, რა ტექნოლოგიები არის, რით შეგვიძლია დავიცვათ და ბავშვებსაც დავაწყებინოთ ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს საფრთხე. მაგალითად, ანას როცა პირველად Roblox-ზე მივეცი ნებართვა, რომ რაღაცა მოესინჯა, მოეთელა და არ ქონოდა ეს ტაბუს ეფექტი, თვითონვე თქვა რაღაც თავისი კონკრეტული არგუმენტი. გახსოვს რა პრობლემა იყო Roblox-ზე? რაც თქვი? რა შეიძლება მოგწეროთ? და შეიძლება ვიღაცა უცხომ მოიჩვენოს თავი შენ თანატოლად და გითხრას, აი მაგალითად მოდი შენს ეზოში ვარ და ჩამოდი. მე შენ გეგონება შენი მეგობარი, ჩახვალ და ვიღაცა უცხო ყავს. ხო, ანუ ეგ უკვე ბევრი საფრთხეებია, მან შეიძლება მოხდეს გატაცების საფრთხე, რაც საქართველოსთვის უცხო кейსი არ იქნება კრიმინალური და ამერიკაში ძალიან პოპულარული არის. შეიძლება იყოს კიდე რაღაც სხვა ტიპის ხა აღარ დაკონკრეტები, ბავშვები შეიძლება უყურებდნენ და ამიტომ მაქსიმალურად ვაფრთხილებთ ხოლმე ბავშვებს, რომ რას მიაქციონ ყურადღება, უცხოებთან კომუნიკაცია, ეს კი მარტივი რჩევაა, რომ თუ უცხო ადამიანს დაინახავ, არ ელაპარაკო, მაგრამ ამას სოციალურ მედიაში, თამაშებში ვერ გააკონტროლებ და ეს მათი ინსტრუმენტია და კარგად იციან. და ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მშობლების მხრიდან. მე ძალიან მოკლედ მინდა ჩემი მაგალითის შესახებ მოვყვე, რომელიც, ჩემთვის ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ემოციური აღმოჩნდა. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც მივხვდი, რომ დაუცველი ვარ სოციალური ქსელების წინაშე და საკუთარი შვილი, რომელიც ძალიან ემოციურად მიუდგა იმას, რაც მოხდა და რომელსაც ახლა გავაზიარებ, რაღაცნაირად ვერ გავაკონტროლე ეს მდგომარეობა. მოკლედ მე სოციალურ ქსელში Instagram-ზე დავდე ჩემი შვილის ვიდეო, რომელიც გადაღებული იქნა ეგრეთ წოდებული სკრინით და შემდეგ იქ გაზიარდა YouTube-ზე. და მაშინ, როდესაც მია ერთ-ერთ ჩვენ პროექტს სერჩავდა, მას ნიჭიერის ფრაგმენტების ნახვა უნდა და ჰაშტაგით სავარაუდოდ მოთაგული იყო ეს პროექტი და მისი ვიდეო ამოვარდა. და ჩემი შვილი ჩავარდა ძალიან ემოციურ მდგომარეობაში და მე ხვეწებოდა, რომ დედა, რატომ დას ჩემი ვიდეო, რომელსაც საოცარი ნახვები ქონდა,
ძალიან დიდი გამოხმაურება და სხვა შორის ძალიან ბევრი ნეგატიური ჩემდა გასაკვირად, იმიტომ რომ არ ვიცი, ძირითადად ანონიმურობა დაცული იყო ამ შემთხვევაში, მაგრამ ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის აი ამ ნეგატიური კომენტარები. აი ნეგატიური კომენტარები და არა უბრალოდ კიბერ, ასე ვთქვათ, ბადეში არ მოექცით, იმიტომ რომ სტანდარტულად არის ინსტრუმენტები, გრაბერები, რომლებიც თორებს, რილსებს მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თქვენ არ გქონდეთ ესე განზიარებული როგორც პოსტი, ამებს ავტომატურად ხაჩავენ, აგრეგაცია ხდება მონაცემების და მე ამას იყენებენ, მაგრამ თქვენ შემთხვევაში რა კი ეს მანუალური მეთოდი გამოიყენეს, რომ ვიღაცამ ეკრანი ჩაიწერა, იწვალა, რაღაცები გააკეთა, აქ ინტერესის იკვეთება და მოტივაციაც. და საბოლოო ჯამში ამან რა საფრთხეებთან შეიძლება მიიყვანოს ადამიანები და პირველ რიგში ბავშვის ფსიქიკურად, ასე ვთქვათ, რაღაცა მდგრადობის დარღვევა. ფობიების გაჩენა. შეიძლება მოხდეს ბავშვის ჩაკეტვა, საერთოდ ეს უფრო აი ფსიქოლოგიური ასპექტებია. ხო, საინტერესო არის თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ ერთხელ რა, თავარი, ყველაზე კარგი სენსორი ბავშვის საფრთხეებთან დაკავშირებით არის თავად ბავშვი. თუ ჩვენ ბავშვთან არ გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია და არ ვაცნობთ ტექნოლოგიებს, გამორიცხულია რომ ჩვენ დავიჭიროთ საფრთხები. რაღაც პერიოდი ვიყენებდით ჩვენს ჩაკეტილი ქონდა რაღაცეები, ვიყენებდით იგივე screen times, ქონდა სხვადასხვა აპლიკაციები და ზღუდავდით ამას, ამაზე შეგვიძლია მოგემთ ვილაპარაკოთ, თუმცა რა შეიძლება გავაკეთოთ, მაგრამ ეს არ არის ეფექტური, იმიტომ რომ მე ბავშვს უჩენს სხვა განცდებს. ამიტომ ხო, კარგია რომ ჩვენ ველაპარაკოთ საფრთხეებზე და გავხსნათ ეს კომუნიკაციის ფანჯარა, რომ ბავშვთან არ იყოს ბავშვისთვის არ იყოს უხერხული ამის გაცნობა და მოყოლა თქვენთვის. საინტერესო არის თქვენი მოსაზრება, მან ჩავწოლებს ეს კითხვა. ხო, ძალიან ისეთი პრობლემატურ საკითხს შეეხება. ეხლა კიდევ ერთხელ დავფიქრდი ჩემი შვილის სხვადასხვა ტიპის კონტენტის გათავსებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ჩვენც უნდა გავიაზროთ ის, რომ საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველია და დღეიდან მეგონი მეტად დავაკვირდები ამ ფილტრაცია გააკეთეთ იმის თუ რასაკავს. ხო, რაღაც გიხარია და გინდა გაზიარება. აი, ფსიქოლოგის მოსაზრება მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით, რაც შეეხება აი ამ ორ TikTok-ს და Roblox ამ პლატფორმას და ბავშვების მდგომარეობა, შემდეგ უკვე როდესაც ამ ყველაფრის ქარცეთლში ეხვევიან, როგორი არის? მოდი ორად გავყვავ ამ ყველაფერს, ერთ ცოტა თეორიული კუთხით წავიღებთ და უფრო ემპირიული მომენტით, რომ კვლევები არის ესეთი არსებობს, გეცოდინებათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი როცა ანა ხო, ანამ თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხმა, ძალიან მნიშვნელოვანია რას ვუყურებთ, ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ ჩვენი ტვინი ვერ ამუშავებს შესაბამისად ეს ყველაფერი, რომელიც ინფორმაციები მიდის, ბავშვს უკვე ითევს პირველ რიგში მოტივაციას, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად იღებს ინფორმაციებს, ძალიან სწრაფად ამუშავებს ამ ინფორმაციებს და შესაბამისად ხმა და ვიზუალი, როგორ გამოიყურება ვიდეო, რა ხმას იღებს, ტვინში გამოიყოფა სეროტონინი და ასე შემდეგ სხვადასხვა ნივთიერებები, რომელიც აგრესიულ ქცევას ათრიგერებს, რომელიც უძილობას ათრიგერებს და სხვა ძალიან ბევრ ისეთ რაღაცას, რომელიც ძალიან საფრთხის შემცველია ბავშვისთვის. კი, ეკრანის გამოსხივება და ცალკე პრობლემა. და უნდა ითქვას, რომ ზოგადად სოციალური ქსელებია თავში რაც თქვით, ხო? რომ მარკეტინგული ინტერესები და მანქანა ინდუსტრია, რომელიც ყურადღების ეკონომიკაში ძალიან აგრესიულად მუშაობს ჩვენს წინააღმდეგ. კარგად იყენებენ ფსიქოლოგიაში ძალიან ცნობილ ძველ მოდელს ჯილდო და სასჯელი. ანუ ბავშვებისთვის და ჩვენთვისაც მათ შორის ჯილდო არის ყველა ლაიქი, ყველა გაზიარება და პოზიტიური ფიდბექი. სასჯელი არის, როცა ამას აღვგებულობთ, ხო? შესაბამისად ბავშვების სახალისება ხდება, რომ გააზიარონ კონტენტი. აი, აქ უკვე წაღარას ვახსენებ ფილტრაციაზე, შემოდის ეს თემა, რომ ჩვენ შეიძლება ჩამოყალიბდეთ იმაზე, რა შეიძლება იყოს უსაფრთხო რომ გავაზიაროთ. ანუ ის კი არა რომ ყველაფერი აგვსალოთ და გამოვერთოთ ქსელებს. ყველა ბავშვი მე მაინც უყურებ როგორც უსაფრთხოების კონტექსტიდან გავაკეთებდი, არის ცალკე ინდივიდუალური კონკრეტული, მოდი ასე ვთქვათ, აქტივი ამ შემთხვევაში, რომელსაც ჭირდება დაცვა, ხო? ამ აქტივში ჭირდება ინდივიდუალური შეფასება, რა რისკები აქვს კონკრეტულად, იმიტომ რომ სხვადასხვა ბავშვს აქვს სხვადასხვა რისკები. ზოგს ბულინგის რისკი აქვს მეტი გამომდინარე რაღაც მახასიათებლებიდან, ზოგს რაღაც მშობლების კონკრეტული სტატუსიდან გავლენიდან შეიძლება რისკი ქონდეს უფრო ესეთი კამპანიების, რაც თაკომ მოყვაწეღან. ზოგისთვის შეიძლება ეს იყოს პირდაპირ იმის რისკი, რომ ვიღაცამ გატაცებაზე იფიქროს ან რაღაც მსგავსი. შესაბამისად, რისკების შეფასება უნდა მოხდეს ბავშვთან ისევე, როგორც გავაკეთებდით მაგას. აი ეს რისკები არსებობს, მაგრამ აი ფილტრაციას მშობელი როგორ ახდენს?
ერთ ყველაზე მარტივია ხო რა შემიძლია გითხრათ მოდი არ მინდა რომ ჩვენი გადაცემა ჩართვა დაემგონოს რაღაცა YouTube ტუტორიალს რომ რაღაც ტექნიკურში შევიდეთ მე პირველი მოგიწოდებთ რომ ყველა მშობელს მოუწოდებ რომ დასერჩოს მოძებნოს ზღვა ინფორმაცია არის და ნამდვილად მაგას არ უჩივით მეორე თემა ჩვენ ტექნიკურში შეიძლება დეტალებში არ შევიდეთ მაგრამ თავარი რაღაცები ვთქვათ ხო ერთ-ერთი არის რომ Android-ის პლატფორმა არის გაცილებით საშიში ბავშვებისთვის ჩვენ როგორც მშობლებს შეიძლება გქონდეს ჩვენი პრეფერენციები ზოგს რაღაც კონკრეტული ბრენდი მოწონს ზოგს რაღაც მაგრამ უსაფრთხოების თვალსაზრისით გაცილებით რთულია Android-ზე დაცვა ვიდრე iOS-ზე ანუ Apple-ის მოწყობილობებზე ხო პირველი რჩევა იქნება რომ შევეცადოთ რომ ცოტა მეტი ინვესტიცია გავაკეთოთ მაგრამ სამაგიეროდ მივიღოთ უფრო დაცული პროგრამული უზრუნველყოფა და მუდმივად განვაახლოთ ეს პროგრამული უზრუნველყოფა ყველას აბსოლუტურად ვისაც გააჩნია Apple-ის მოწყობილობა შეუძლია მოძებნოს მენიუში ძალიან მარტივად screen time-ი ძალიან მარტივი აპლიკაცია და ნახავთ რომ ყველა ძირითადი ფიჩერია რაც გვჭირდება ბავშვთან მიმართებაში ეს არის აპლიკაციების კონტროლი ეს არის დროის კონტროლი ეს არის კომუნიკაციის ლიმიტები თუ რამდენი ხანი შეიძლება ეს კომუნიკაცია გაგრძელდეს ვისთან კონდეს კომუნიკაცია და ნუ ბევრი სხვა ფაქტორი მათ შორის ლოკაციის გაზიარება ცოტა უნდა გთხოვოთ რომ ტუტორიალს დავამსგავსოთ კიდევ ერთხელ რომ გითხრათ სად უნდა შევიდეს ძალიან მარტივად უბრალოდ გახსნით ეხლა ჩემი პერსონალ ტელეფონი რო არ ილუსტრაცია არ გავაკეთე ეს დარღვევით მოსაფრთხოების უბრალოდ ძებნაში გადახვალთ ვისაც გაქვთ iOS-ის მონაკვეთში Apple-ის მოწყობილობა ჩაწერთ screen times და ძალიან მარტივად ძალიან ინტუიციური და მარტივი აპლიკაცია არის რომელიც საშუალებას გაძლევთ დამატებითი გარე პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე გააკონტროლოთ. მეორე, ბავშვებს შეეცადეთ რომ ძალიან ხშირია ამ ბოლო დროს კიბერგატაცება. კიბერგატაცება არის ანუ პიროვნების, ასე ვთქვათ, კიბერ პროფილის გატაცება. სურათების, ვიდეოების, რილსების თორები ასე შემდეგ. ეს ხშირად ძალიან ბევრი ინტერესის გამო სჭირდებათ კრიმინალებს. ეს შეიძლება იყოს თაღლითობა, ეს შეიძლება იყოს ყალბის შემწეობის კამპანია რომ ვიღაც X ადამიანის შვილს აქვს რაღაც პრობლემა და ამ შემთხვევაში გამოიყენონ თქვენი შვილის ასე ვთქვათ ფოტოები და მასალა ძალიან ბევრი რამ არის სადაც სჭირდებათ ბავშვების ფოტოები და ვიდეოები შესაბამისად ეს გატაცებები რო არ მოხდეს სჭირდება პროფაილის ჩაკეტვა დახურულ მდგომარეობაში უნდა იყოს აუცილებლად ბავშვთან კომუნიკაცია ამაზე რომ არც ერთი დამატება კონტაქტის ფოლოვერის არ უნდა მოხდეს მშობლის გარეშე, ну გარკვეულ ასაკამდე. მე როცა უკვე დავინახავთ, რომ ბავშვს გააჩნია საკმარისი ცნობიერება, უკვე შეგვიძლია აი რა ასაკზე საუბრობთ? ინდივიდუალურია, ვერ ვიტყვის და ვიღაცის ეს არის 8 წელი, 9 წელი, ვიღაცის ეს არის 14 წელი. ანუ ძალიან ინდივიდუალურია. საერთოდ როდის დაიწყო ტექნოლოგიებთან შეხება ამ ბავშვმა და რამდენად ალღუაულყო და ინტერესი აქვს ამის, ხო? შესაბამისად, ხო, ამ ნაწილში არის რომ გავაკონტროლოთ დამატებები და მთავარი საგანგაშო, რაც არ ეხება არც აქამდე ხსენებულ აპლიკაციას, ეს არის WhatsApp-ის თემა. WhatsApp-ი ძალიან პოპულარულია და ჩვენს საქართველოში ძალიან ხშირად ვიყენებთ მათ შორის ბავშვებთანაც და Viber-საც ეხება ეს პრინციპში და სხვა მესენჯერებსაც. მაგრამ განსაკუთრებით ეს არის პირველ რიგზე WhatsApp-ი, შემდეგ მოდის Viber-ი და სხვა აპლიკაციები. ამ არხებს იყენებენ კიბერთაღლითები იმისათვის რომ დაუმიზნონ ხოლმე ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებსაც. შეიძლება აქ იყვნენ პოტენციალურად კრიმინალები. ამიტომ თუ შემოვიდა მესიჯი ბავშვთან უცნობი ნომრიდან და რაღაც ისეთი კომუნიკაციის გაბმა იცავდა, პირველ რიგში ბავშვი არის თქვენი სენსორი რომ ამაზე გითხრათ. კონტროლი შეიძლება თუ არა კი, WhatsApp-ს გააჩნია შესაბამისი სეტინგები, პარამეტრები, საიდანაც შეგიძლიათ პირველ ეს არის ის უბრალოდ შეხვიდეთ ამ პარამეტრებში, ამ სეტინგებში შეხვიდეთ WhatsApp-ის და ნახავთ ჩაგატვის ფუნქციას უცხო ნომრიდან შეტყობინებების მიღებაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვი ვერ ნახავს ყველა იმ კომუნიკაციას და ზარს და მესიჯს, რომელიც შეიძლება შემოვიდეს უცხო ნომრიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე. გასაგები და აი მე უშუალოდ მაინტერესებს თქვათ იგივე YouTube არხთან მიმართებაში. თუ არის თქვათ შესაძლებლობა ერთგვარი აპლიკაცია, რითაც შეგვიძლია რომ აი მაგალითად ძალადობის შემცვლელი ფრაგმენტები, კადრები შეუზღუდოთ და ამაზე ხელი არ მიუწყობოთ. რაც ამას ხელს უწყობს ეს არის თავად YouTube-ის ალგორითმი და როგორ. ნახეთ, სულ რომ გავანებოთ თავი ნეგატიური კონტენტის აგზავნას, ბავშვები რასაც უყურებენ, ავტომატურად ისე როგორც ჩვენ მოზარდები, ვიღაცა სპორტი აინტერესებს, ვიღაცას ტექნოლოგიები, ვიღაც პოლიტიკა, ხო? ავტომატურად ჩვენ feed-ზე, ჩვენს timeline-ებზე და მათ შორის YouTube-ზე რანდომიზებულად გამოდის ის rilsები, ის თემატიკა, რაც ჩვენ ინტერესებს ემთხვევა. ანუ პირველი დრაივერი, ასე ვთქვათ, არის ეს, რომ ის კონტენტი მოდის. თუ ბავშვი არის, ავტომატურად ეს ნიშნავს იმას, რომ კონტენტი უნდა იყოს აგრეგირებული საბავშვო. ეს ავტომატურად ესეა.
თუ ასე არ არის, უკვე შეიძლება ბავშვი ეძებდეს რაღაც ისეთ კონტენტს და უყურებდეს, რაც თქვენთვის უკვე სხვა კუთხით არის საინტერესო და საყურადღებო, ხო? ჩემი მხრიდანაც გირჩევთ ბავშვებთან დაკავშირებით YouTube-ზე მე თავად მყავს 6 წლის შვილი და გარკვეული პერიოდის მანძილზე არსებობს YouTube-ის საბავშვო ვერსია, სადაც აბსოლუტურად ყველანაირი საფრთხისშემცველი კონტენტი არის დაბლოკილი და მხოლოდ იმას აჩვენებს, რასაც შენ მიუთეთებ ბავშვის ასაკს, ინტერესებს და მეტნაკლებად დაცულობის შეგრძნება უფრო მეტად ქონდა. ხო, და ძალიან ხშირად ვაკვირდებოდი ძალიან დიდი ხნის მანძილზე, ხომ არ აღმოჩნდებოდა მაინც შემთხვევით ისეთი კონტენტი, რომელიც არ იყო ბავშვისთვის მისაღები, თუმცა YouTube for Kids-ი გარკვეული ასაკის ბავშვებისთვის ნამდვილად ამ ეტაპზე უსაფრთხოა. საკონდენსო კომანდარი გარკვეული ასაკის რაღაც ძალიან მალე დაკარგა ანა YouTube Kids-ის ინტერესი, იმიტომ რომ ის კონტენტი, რაც მას ჭირდებოდა, მათ შორის რაღაც ცნობილი ბავშვები, იუთუბერები, ვისაც უყურებს და აგვირდება, ну ესენი არ იყო მოკლედ ხელმისაწვდომი ამ აპლიკაციებზე და შესაბამისად გადაერთვა მაინც სტანდარტული YouTube. ადრეულ წლებში მაინც დასულები მაგრამ პირველი წლები კარგად გავერთეთ მაგრამ. კი. და ფსიქოლოგის მოსაზრება მაინტერესებს. რამდენიმე პრაქტიკული რჩევა რომ მოგცეთ მშობლებს ჯერ პირველ რიგში ალბათ აი ამ შფოთვას, რომელიც ახლა ბოლო ერთი კვირის მანძილზე ამ სერიალმა გამოიწვია, როგორ გავუმკლავდეთ და შემდეგ უკვე ბავშვებთან მიმართებაში თუნდაც კონტროლის მხრივ რასაც ჩათვლით საჭიროდ. მშობლებს რასაც ურჩევ არის ის, რომ დარჩით ადამიანებად და ეს არის, რომ ყველაფერი თქვენი კონტროლის ქვეშ ვერ იქნება. შესაბამისად, ის რაცაც ვერ აკონტროლებთ, ამაზე ვსაუბრობთ და თქვენ შვილებთან და ჩვენ შვილებთან საუბარი და აგერ ცხადი მაგალითი ყავს, რა შვება სწორი საუბარი, ჯანსაღი საუბარი, სწორი კომუნიკაცია, როგორ შეუძლია ბავშვს მისი ასაკისთან შეუსაბამო ინფორმაციაც კი სწორად მიიღოს, ეს არის, რომ მშობლებმა რაც შეიძლება მეტი ესაუბრეთ საკუთარ შვილს, იმიტომ რომ რეალურად მართლა ფიზიკურად ჩემს გვერდით ყოფნა, რომ ჩემი შვილი მუდმივად ჩემს გვერდით არის, არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ვიცი შვილის შესახებ და შვილმა ყველაფერი იცის სამყაროს შესახებ. რეალურად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს მივაწოდოთ სამყარო თავისი ნეგატიური და თავისი პოზიტიური კუთხითაც, იმიტომ რომ არ შევქმნათ არარეალური მოლოდინები სამყაროს მიმართ და ილუზიები, რომ სამყარო მხოლოდ ვარდისფერია და მიუცეთ დაცვითი მექანიზმები თავისი თვითშეფასებიდან, თვითრწმენიდან გამომდინარე, რომ ხარ ლამაზი, ხარ ჭკვიანი, მაგრამ სამყაროში ხშირად მოგიწევს რომ ამტკიცე რომ ლამაზიც ხარ, ჭკვიანიც ხარ, ვიღაცა გაწყენინებს, ვიღაცა გატკენს, მაგრამ მნიშვნელოვანი არის რომ შენ არასდროს არ შეზღუდო საკუთარი თავი, აზრი, მიუხედავად იმისა, რომ სოციუმმა შეიძლება ვერ მიგიღოს როგორც განსხვავებული პიროვნება და ამაზე მე შულს ფიზიკურად ვერაფერს ვერ ვასწავლით, ყოველს ჩვენი გასავლელი გზა გვაქვს, მათ შორის ჩვენ შვილებსაც, რომ ადაპტირდნენ სამყაროს. და რაც მთავარია, როგორც აილაშამ აღნიშნა, ყველა იმ საფრთხის და გამოწვევის შესახებ მნიშვნელოვანია პირველ რიგში ჩვენ ვიცოდეთ, რომ შემდეგ უკვე ეს ინფორმაცია გაუზიაროთ ჩვენს შვილებს. ძალიან დიდი მადლობა სტუმრებს და იმედი მაქვს ჩვენი მაყურებლისთვის ეს დღევანდელი თემა იქნება ინფორმატიული და შედეგის მომტანი და იმედი მაქვს რომ მსგავსი საფრთხებისგან უფრო მეტად დაცულები ვიქნებით ჩვენ და პირველ რიგში ჩვენი შვილები, რა თქმა უნდა, რაც ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის. და აღარასდროს დავაძალებ სოციალურ ქსელში იმის განთავსებას, რაც მას არ სურს. არა, ხო, მეც მიქნიათ აკო, არის მე რაღაცნაირად ჩვენ არ უსმენთ ხოლმე რაღაც მომენტებში ჩვენ შვილებს და გონია რომ ყოველთვის მართლები ვართ და იცი რა მეც მინდა რომ გავაზიარო, მეც მინდა რომ რაღაცა ჩემმა საახლობლო წრემ, ჩემთვის ძვირფასმა ადამიანებმა კარგად გაგიცნონ, გნახონ, მაგრამ იცი რა როდესაც პროტესტს გამოხატავს შენი შვილი, უნდა მოусმინო თურმე ამ დროს აუცილებლად, იმიტომ რომ ბოლოს ის მოხდა, რაც მოხდა და საბოლოო ჯამში ჩემი შვილი დაზარალდა ისევ და აი არასდროს აღარ ვიზავ ამას. თავარი თეზისი რაც შეიძლება დღევანდელ გადაცემას დავუხოთ, რომ ძალიან ბევრი სხვა თემა იყო, როდესაც ვიყავი სტუმარი და ძალიან ტექნიკური იყო ეს ყველაფერი. თავარი აქ არის ის, რომ ყველაზე მთავარი კიბერ რჩევა სრულიადაც არ არის კიბერ ხასიათის, ეს არის ურთიერთობა, მეტი კომუნიკაცია და მიზანმიმართულად წავიყვანეთ თემა ასე, რომ რაღაც გაჯეტებზე არ გქონოდა აქცენტი და გქონოდა იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უბრალოდ შეცდომას შევიყვანთ ხალხს. კომუნიკაცია ბავშვებთან, ნდობა ბავშვების, რომ გავასწროთ მეტ ინფორმაციას და თავად შეძლებენ, ასე ვთქვათ, ნავიგაციას ამ ძალიან რთულ სამყაროში და ინსტრუმენტები, რომლებიც არის ძალიან ბევრი ინტერნეტში, უბრალოდ თქვენ როგორც მშობელს გევალებათ ვალდებული ხართ
მნიშვნელოვანია რომ მოიძიოთ ეს ინფორმაცია თქვენი შვილისთვის ინდივიდუალურად, რა საფრთხე მოქრება მას. სხვა ინფორმაცია, მათ შორის кейსის საიტზე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ბლოგები, რჩევები globalcase.org. ჩვენ გამოდმებით ვცდილობთ რომ მოხმარებელს მივცეთ ინფორმაცია სხვადასხვა საფრთხეებზე და ამიტომ ჩვენ სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ გამოკვეთ და იხილოთ ეს რჩევები. მოგეთ ინფორმაცია ადგილზეა ყველაფერი. ხელმისაწვდომია, თავარია ინტერესი და კომუნიკაცია, სწორი კომუნიკაცია ბავშვთან. არ დავსწრეს. მადლობა ჩვენს პატარა სტუმარს. მადლობა ძალიან დიდი. შევხვდებით კიდევ ბევრჯერ ერთმანეთს. ბატონო, საკმაოდ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ.